განვაგრძობთ გამოშვებას. შინაგან საქმეთა მინისტრი 19 აპრილზე ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო პროვოკაციაზე საუბრობს. ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილ სცენარში რამდენიმე პოლიციელმაც მიიღოს მონაწილეობა. ოპონენტების მიერ დაანონსებული აქციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ღარიბაშვილი მერიას მიმართავს და საკოორდინაციო ჯგუფის შექმნას თავაზობს. მინისტრის შეთავაზება და მერიის პასუხი თამარ გოგესაშვილის რეპორტაჟში. შინაგან საქმეთა მინისტრი 19 აპრილს მოსალოდნელ პროვოკაციაზე საუბრობს. ირაკლი ღარიბაშვილი არ გამორიცხავს, რომ აქციაზე პროვოკაციის უშუალო მონაწილეების სამართალდამცავები აღმოჩნდნენ. ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი ვანო მერაბიშვილს მუშაობის სტილს უწუნებს და ამბობს, რომ მისი აგენტები ადვილად იშიფრებიან. ქრონიკასთან ინტერვიუში ღარიბაშვილი განმარტავს. როგორც მითხრეს, 19 აპრილს აპირებენ, რომ რამდენიმე მოქმედი პოლიციელი მიიყვანონ მერაბიშვილის მასკარადზე. მე მათი სახელი და გვარები ვიცი. მათი გეგმის მიხედვით რამდენიმე მხარდამჭერი პოლიციელი, რომლებიც ან მათი ნათესავები არიან, ან მეგობრები, თქვენ იცით, რომ ვანო მერაბიშვილის ნათესავები დღემდე მუშაობენ სამინისტროში, მივა 19 აპრილს აქციაზე, ისინი დემონსტრაციულად გაიხდიან პოლიციელის ფორმას, ამოიღებენ პოლიციელის საბლუზს და დახევენ. მოუწოდებ ამ ადამიანებს ნუ შეწუხდებიან, თუ მისვლა უნდათ მივიდნენ, ოღონ მე მათ ურჩევ, მუნდირი არ შეარწყვინონ, ღირსება არ დაკარგონ, ასეთ უღირ სპექტაკლში მონაწილეობას ნუ მიიღებენ. მიუხედავად მათი ვალდებულებისა ყოფილი ხელმძღვანელობის მიმართ. თუ მათ მსგავს სასაცილო სპექტაკლში მონაწილეობის მიღება აქვთ გადაწყვეტილი, მოუწოდებ ხვალვე დაწერონ პატაკი და წავიდნენ სამინისტროდან, რადგან პოლიცია თავისუფალია პოლიტიკისგან. ირმა ნადირაშვილის თქმით კი ნაციონალურ მოძრაობას სამართალდამცავები 19 აპრილის აქციის ორგანიზებაში ხელს უშლიან. მე მინდა ვთხოვო შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ ეს ინსტიტუტი, რომელიც მართლაც ძალიან მაღალი დობის ხარისხი აქვს ამ ინსტიტუტს, არ გადააქციოს პლაკატების ჩამომხევ ორგანიზაციას. უმცირესობის წევრს საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე პასუხობს. ლევან მაჭავარიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების მხრიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე საუბრობს. ამის მიუხედავად სამინისტრო მომხდარი შესწავლას გეგმავს. მაჭავარიანი განმარტებებს მინისტრის მკაცრი გაფრთხილების შესახებაც აკეთებს. ამ სამართალდარღვევის აღმოფხვის მიზნით საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ამ შემთხვევაში გამოიჩინა ზედმეტი ინიციატივა და თვითნებურად მოხსნა ეს წარწერები. აღნიშნული შემთხვევა შესაბამისი სამსახურის მიერ იქნება შესწავლილი. არსებობს შინაგან საქმეთა მინისტრის კატეგორიული გაფრთხილება, რათა ხელი არ შეეშალოს 19 აპრილის აქციის მზადებას. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი იმედოვნებს, რომ აქცია ექსესების გარეშე ჩატარდება. სამთავრობო გუნდი კი პროვოკაციებს სწორედ ნაციონალური მოძრაობიდან ელოდება. ჩვენ ერთად შევძლებთ იმას, რომ ეს აქცია, რომელიც არის აბსოლუტურად მშვიდობიანი, წარიმართოს ყოველგვარი შეფერხების გარეშე. მე აქვე საჯაროდ ვადასტურებ მზადყოფნას ვითანამშრომლოთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ამ თვალსაზრისით. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ეს პროვოკაცია აწყობდეს ნაცმოძრაობას და რა თქმა უნდა, ეს ნამდვილად არ შედის ჩვენს ინტერესებში. ამიტომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მაქსიმალურად იქნება დარწმუნებული ვარ, მობილიზებული იმისთვის, რომ დაცული იყოს იმ ხალხის გამოხატვის თავისუფლება, ვინც აპირებს იქ მისვლას. ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ პროვოკაცია ნაციონალურ მოძრაობას დასავლეთის ყურადღების მისაქცევად სჭირდება, რათა მთავრობამ მათი კრიტიკა დაიმსახუროს. ნაციონალურ მოძრაობას დღეს აღიარებულად ჭირდება ახალი საბაბი იმისათვის, რომ კვლავ გააქტიუროს დასავლეთში დღევანდელი ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა პოზიციები. ამ ლოგიკიდან თუ ამოვალთ ნაციონალურმა მოძრაობამ შეიძლება მართლაც გამოიყენოს 19 აპრილი პროვოკაციისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტრო მანიფესტაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ქალაქის მერია საკოორდინაციო ჯგუფის შექმნას შესთავაზა. თბილისის მთავრობა კი მზად არის შეკრების უსაფრთხოების მიზნით სამინისტროსთან ითანამშრომლოს.